სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ადრთვას. ჩვენ ვართ მე-80 ნაწილზე, რომელიც არის ბოლო ნაწილი. 1050 კითხვა ჩავწერეთ უკვე ქართულ ენაზე. და ამ 80 ნაწილი დამთავრდება ჯონ მაკარტურის ესეთი ბოლო წელია ქადაგებისაც და მას ღმერთი გაიხმოს უკვე 2025 წელს. ეს არის 2024 წლის 18 თებერვალი. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა. ალბათ გაიგეთ ჩვენ ქართულ ენაზეც ბერჯერ განვიხილეთ ეს საკითხი. საქმე ეხება არის ესეთი პიროვნება ალისტა ბეგი. ინდიანაშია თუ არ მეშლება ახლა მე კარგად ან აიოვაში ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 40 წელზე მეტი არის რა, მეგონი ჯონ მაკარტურის 45-საც აღარ მახსოვს, თქვენ მოისმენთ და ნახავთ. ძალიან ცნობილი პასტორი არის, ის შოტლანდიური წარმოშობისა, აქცენტი აქვს ძალიან განსხვავებული, არის კიდევ ერთი ფერგუნსონი, რომელიცაც იგივე შოტლანდიური ის აქვს. და ამერიკაში პოვეს მათ სახალი საცხოვრებელი და გადმოვიდა ჯონ მაკარტურის დიდი ხნის მეგობარია, იმიტომ ჯონ მაკარტურის წარმოშობით შოტლანდიელია, მაგრამ შოტლანდიელ თავის წარმოშობას ისე აქცენტს არ აკეთებს და პიროვნება ვინც სვავს ეს ნილ მაკლაუდი, ხო? აი პირდაპირ რეკლამას უკეთებს და რო ნახოთ ჩაცმულიც როგორია, ხო? ჩაცმულიც ზუსტად იმ ფერებში არის შოტლანდიელებს რო უყვართ ხოლმე, მათ აქვს საგვარეულო ფერები, არ ვიცით რა. ახლა კილთი არაცვია ქვევით კაბასავით რომ არის. და ჯონ მაკარტურსაც ვერასოდეს ვერ ჩააცვეს, მე მგონი ეს შონ კონერის რო აცვია ხოლმე. მაგრამ ჯონ მაკარტურის ბიოგრაფია ვინც დაწერა, ეს შოტლანდიელი ძალიან იმაშვება ამას. პატივს სცემდა ჯონ მაკარტური ბერჯერანი ნამყოფი, მაგრამ არანაირად ამაზე აქცენტს არ აკეთებს ხოლმე. ანუ ამერიკაა და გასაგებია. კანადაშიც იცხოვრეს მათ ოჯახმა დიდი ხნის განმავლობაში. და კანადაში ძალიან ძლიერია შოტლანდიური, ესე ვთქვათ, ეს ჯგუფი წარმოშობის ხო მოსახლეობა. თვით პატარა ერთ პროვინციას ქვია, ხო, ახალი შოტლანდია. და ბანკი, ცნობილი ბანკი, ახალი შოტლანდიის ბანკი, ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი აქ კანადაში. და მოკლედ აი ესეთ შესავალს რო გააკეთეს ეს პიროვნება იყო, არ ვიცი ხა შოტლანდიელმა დაურეკა რადიოში იღებდა მონაწილეობას და კითხვა-პასუხებს უსვამდნენ. იცით რადიოში როცა ჯდებიან ხოლმე პასტორები და ალისტა ბეგი ერთხელ რადიოში რომ იყო და მეგონი 2024 წელს მოხდა ეს ახალი მოხდარია ეს კონტროვერსია ამერიკაში და კითხვა დაუსვა ბებიამ. მიაქცეთ ყურადღება ბებიამ, წასულიყო თუ არა ქორწილში, სადაც მისი შვილი თუ არ მეშლება ახლა ესე იგი ტრანსგენდერთან ქორწინდებოდა. ტრანსგენდერის და მე მგონი გოგონა ქორწინდებოდა ტრანსგენდერზე. აი ზუსტად ახლა მე როგორ ითქვა ბევრმა წყაროებმა ზუსტი ინფორმაცია არა, მაგრამ ბევრმა აღნიშნა რომ ესე იყო. და მე სურათი რო შევარჩიე ფოტო, ეგ იყო და ბევრმა ესე იმას აქნა. ზოგი ამბობდა უბრალოდ LGBTQ-ს ქორწილს. მე ესე დავწერე სათაურში. დაინტერესებდა ბებიას წასულიყო თუ არ წასულიყო და ალისტა ბეგმა მიცა რჩევა რომ წასულიყო. არ ვიცი ხლა ეს წამოწდა მითი მობიერად ადამიანური კუთხიდან მიუდგა თუ რა იყო და უთხრა მიზეზი ესე რომ დაწეროთ ხელოვნური ინტელექტთანაც ნახეთ ხელოვნური ინტელექტი როგორი კოსმოპოლიტური პასუხს იძლევა და მიცა ადამიანურად და ასევე ქრისტიანული სარჩულიც დაუდო ესე გაამართლა, რომ მოკლედ სიყვარული სითბო ბიბლიას საჩუქრად წაუღოს, რომ არ დაკარგოს და კონტაქტი იქონიოს. ხედავთ? ხა თქვენ მოისმინეთ ჯონ მაკარტურის ქვია პასუხები სხვადასხვა ესეთ კონტროვერსიულ საკითხებზე, როცა იცით მეგობარი თუ ნათესავი არ იღებს ქრისტეს. ნახეთ, რომ ჯონ მაკარტური ამბობს, რომ ჩვენ უნდა ყოველთვის მათ თან კავშირი გქონდეს და შეძლების დაგვარად უნდა უქადაგოთ. მაგრამ ქორწილზე წასვლა ტრანსგენდერისა, ნახეთ, რამდენად გამართლებულია ახლა რაც ალისტა ბეგმა გააკეთა. და აი ზუსტად ეს აინტერესებს ამ შოტლანდიელს, რომელიც ტრადიციულად ეთყობა ესეთი ძალიან ისეთი პიროვნებაა და ეთყობა აღშფოთებულიც არის, რომ ალისტა ბეგმა რატო გააკეთა ეს. აი მოусვინოთ ახლა ამ კითხვას პასუხს და მე თქვენ თვითონაც დაფიქრდით შეიძლება მსგავსი რამე ვიღაცას მოუწიოს, ხო? ვიღაცა ნაცნობი, ვიღაცა მეგობარი, მე მახსოვს ჩემი გოგონას თანამშრომელი რომ ამაყობდა
ქრისტიანი რომ იწვევს სახში ჰომოსექსუალისტებს თანამშრომელი იქნება თუ ვიღაცა და ცდილობს რომ მასპინძლობა და ის გაუწიოს. ჩვენ ეგეც გავარჩიეთ ოჯახურ წრეში რომ რამდენად მართალია. მე ჩემ გვერდზე კარის მეზობელი მყავს ორი ჰომოსექსუალისტი პიროვნება მამაკაცი, აი გვერდზე მარცხნი პირველი სახლი ჩვენს გვერდზე ეს არის. გადაღმა არის ძალიან კაცრი მუსლიმანი, რომელიც 5 ჯერ მიდის სალოცავად და მეჩეთი არის ჩვენთან აგერ. გუში კითხვაც რო დასვეს ქალბატონმა იტალიიდან. ხო და ეს პრობლემა რომელთაცა მე უშუალოდ შეხება მაქვს. ისე კი არა და თან სამსახურშიც როცა მძღოლი ხარ ავტობუსის საზოგადოებრივი, ყველასთან აქვს შეხება, აბსოლუტურად ყველასთან. უკან ამხარეს ჩემი სახლი, ეგეც კედელი რო ყოფს პატარა კოესა, რა ქვია, ყოფს პატარა ღობე ეს ავღანელია, მაგრამ ისეთი მუსლიმანი არ არის მკაცრი. მარჯვენა მხარეს არის შავკანიანები, ძალიან კარგი ოჯახი, ჩვენთან და ძალიან ქრისტიანები. იმიტომ რომ ქრისტეშობა რომ მოდის, ხედავთ ვიც აქვს შუქები ქრისტეშობის იმეებით გაწყობილი, ხომ? აქედანაც მიხვდებით. მაგრამ დავლაპარაკი ვარ და არიან ესეთი მეზობლები, იცით, კანადა არის და ყველანაირი არის, რა ქვია, მეზობელი. ყველა რელიგიის, ყველა ფერის და ყველა იმისი, რა ქვია, წარმოშობის. გაჩნია რომელ უბანში ცხოვრობ და რომელ პროვინციაში ცხოვრობ, ხომ? ასე რომ ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს ჩვენ. აი მოდით მოვუსინოთ ახლა საღამოშივე პასტორ ჯონ მე ნილ მაკლაუდი ვარ. ძალიან ისეთი მე შოტლანდიელი ვარ. ისინი ჩვენ ვერ მოგვიშორებენ. ასე რომ ძალიან ეს ახსოვს ალბათ ნილს ეს Braveheart-იდან გამბედავი გულიდან და იმიდან რომ შოტლანდიელებსაც ებრძოდნენ იყო დრო ბრიტანელები. ნუ ირლანდიელებმა ეს ბრძოლა გააგრძელეს და ეხლა ხან შეწყვიტეს. იცით ალბათ 30 წელი არის ხო? ტონი ბლერს უკავშირდება ეს როცა შეწყვიტა ეს დაძაბულობა და უკვე პირიქით კათოლიკეები და დღეს იცით მეფე კი ჩარლზი წავიდა და 500 წელი არ ულოციათ ერთად და რომის პაპთან ერთად ილოცა ხო? ეს ტენდენცია შეიცვალა. მაგრამ შოტლანდიელები ადრე შეურიგდნენ და შეურიგდნენ თუ არა რეფორმაციამ ძალიან დიდი გავლენა ეხდან შოტლანდიელებს. და შეიძლება ითქვას შოტლანდიელი რეფორმატორები ხო ჯონ ნოქსის სახით კალვინიზმი იქით გადაინაცვლა ძალიან მაგარი ხალხი წარმოშვა. აი ძალიან მაგარი ხალხი და ჯონ მაკარტური ამის ერთ-ერთი კაი მაგალითია რო იცოდე და ძალიან ამბაყობენ შოტლანდიელები პროტესტანტული თავიანთი წარმოშობით რო იცოდეთ. როცა კათოლიციზმიც იმაშებოდა. მან აგრძელებდა კაი ხანი და მეფეებიც გახსოვთ ხო, როცა ორივეს მეფე იყო რა და ირლანდიელებმა კათოლიციზმი გააგრძელეს და სუჯინში ედგნენ ანგლიკანებს და ინგლისურ იმას ჰენრი მერვეს შემდეგ, იცით ხომ? ელიზაბეტი მისი გოგონა პირველი, მერე მოდის ისტორია ესე გრძელდება და ესეთი იყო, ასე რომ ეს ამაყობს ჩვენი ნილი ამ შოტლანდიელობით, რომ ჩვენ ვერ მოგვიშორებენ ჯონს ეუნება და ჯონს ეუნება. მე მაქვს კითხვა, რომელიც გულში წვავს ჩვენს ერთ-ერთ შოტლანდიელ ძმასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ და გითხრათ, რატომ ცდება ალისტა ბეგი, როდესაც ურჩევს თავის სამწყოს წევს, დაესწროს და საზეიმოდ აღნიშნოს მისი შვილიშვილი ტრანსგენდერის პარტნიორზე დაქორწინება. შვილიშვილის ტრანსგენდერ პარტნიორზე დაქორწინება. ესე იგი შვილიშვილი ქორწინება ტრანსგენდერს. შეგიძლიათ გითხრათ, რატომ არ უნდა მოვიქცეთ ასე? ხო ტრანსგენდერს რაც შეეხება არ ვიცი იცით თუ არა უკვე მე მგონი ორივე სქეს შეუძლია გამოცვლა რა თქმა უნდა უფრო ადვილი და ცნობილი იყო როცა მამაკაცი იცვლიდა და ქალის იმაზე და ამ შემთხვევაში მე არ ვიცი რა ხდება მაგრამ მე ვიცი რომ უკვე არის მეორე სქესად ქალიც რო კაცად იმაშობა მოგვევლინება ესეც უკვე ხდება ხოლმე დიახ ეს კითხვა ჯონ მაკარტურიმა დიახ გმადლობთ დიახ მე ვიცი რომ ეს ამბავი გავრცელდა და მთელი ინტერნეტში ამაზე საუბრობენ. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა რომ მე და ალისტერი 45 წელია მეგობრობთ. როდესაც 45 წლის წინ შოტლანდიაში ვიყავი, მის 45 წლის შვილს, ესმით, ეტლით ვატარებდი. ეხლა რო ყავს უკვე რამხელაყოლია წარმოიდგინეთ, ჯონ მაკარტური ამ დროს უკვე 80-ზე გადაცილებულია. და ისიც უკვე კარგი ასაკიერია, ხო? 6 თუ 7 შვილი ყავს, აღარ მახსოვს, ალისტაბექს ძალიან ლამაზი ოჯახი. და კალამიცევის ესე თქვათ კორესპონდენტის ჩავიდა და გადაცემა გააკეთა ალისტაბექზე მანამდე მისი ძმის შვილი ჩავიდა კალამიცევის იქ ალისტაბექი და რუსულ იმაში ძალიან ცნობილია ეს პიროვნება.
ასე რომ ჩვენ ბევრი ისტორია გვაკავშირებს ერთად და მე მის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული მომოძრავებს. ასევე მინდა თქვა, რომ არ უნდა გამოსაჯოთ ადამიანი მისი ყველაზე სუსტი მომენტით, როდესაც ჩვენ რაღაცა შეცდომას აღმოვაჩენთ. იმიტომ ყველას გვექნება ესეთი სისუსტის მომენტი. დააწყნარა და ამშვიდა კითხვის დამსველი, ხო, რომელიც უკვე ცოტათი შეიძლება უკვე შეძის სიბრაზე და ამის თქმის შემდეგ მე უნდა ვთქვა, რომ არ ვეთანხმები მის მიერ კითხვაზე გაცემულ პასუხს. მორწმუნე ქრისტიანი არ უნდა წავიდეს ჰომოსექსუალსა და ტრანსგენდერთა ქორწილში მრავალი მიზეზის გამო. მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ თქვენ მიდიხართ თანაგრძნობით და არა თხანადგომითო. ხედავთ? სხვადასხვა რამეა, ხო? ესე იგი, თანადგომას კი არ უცხადებდა ამბობს ალისტა ბეგი, არამედ თანაგრძნობით მივდივარო. თქვენ მიდიხართ მათ მიმართ სიყვარულის გამოსახატავად, რათა მოიგოთ ისინი ქრისტესათვისო. ალისტა ბეგის არგუმენტი ეს იყო. მაგრამ ამაზე ჩემი პასუხია, რომ ყველაზე მოსიყვარული რამ, რაც შეიძლება შენ გააკეთო, იქნება რომ საერთოდ არ წახვიდე და პირიქით დაგმო ასეთი ურთიერთობა. აი ეს არის ნამდვილი სიყვარული. არა ის არ არის სიყვარული დაეხმარო ვინმეს ღვთისმსამჯაროს ძვინვარებაში შესვლაში. არც ერთი ტრანსგენდერი ადამიანი, ან ქალური ჰომოსექსუალისტი, ხო მალაკოსი არ შევა ცათასაცუპელში. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ბიბლიაში წერია. ასე რომ ეს არ არის ის დრო, რომ თქვენ იზეიმოთ იმის ფიქრით, რომ თქვენ სიყვარულიც ვინმე იხსნით და ეს არის სიყვარულის გამოხატვის საშუალება. ისინი მიდიან ხსნადე მაშინ, როდესაც უფალი გამოავლენს მათ ცოდვას და ჩვენ ამაში ვეხმარებით მხილებაში. და ეს უნდა იყოს ნათელი, შავ-თეთრზე. ამიტომ სულიწმინდა იოანეს მე-16 თავში ამხელს ცოდვას, სიმართლეს და ჟავსდებს მათ. და რაც თქვენ მათ უნდა უთხრათ არის ეს, რომ ეს არასწორია, ეს ღვთის წესრიგის საწინააღმდეგოა და ეს ქორწინება არ შეიძლება ჩაითვალოს ქორწინებად, ეს არ არის ქორწინება. რადა ერთი და იგივე სქეს შორის, ორ ადამიანს შორის ქორწინება არ შეიძლება ჩაითვალოს ქორწინებად. ეს საერთოდ არ არის ქორწინება. მე რა მოხდა რომ სახელმწიფო ამას გვიწესებს და წესად გვივლენს. ეს ღმერთის წინააღმდეგ წასვლაა, რომელმაც ქორწინება დააკაცა მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის, რათა შთამომავლობა გაემრავლებინათ მათ. და ეს ღვთის გმობაა, ისევე როგორც ტრანსგენდერული ცხოვრება, რომც არ დაქორწინდეს და ჰომოსექსუალობა, ხო? ეს ღვთის გმობაა. ეს არის ღვთის წესრიგის წინააღმდეგ წასვლა. ეს არის რომელთა წერილში აღწერილი. აი ეს არის სიყვარულით გაცემული გზავნილი, როცა თქვენ დაგმობთ ამას და არ წახვალთ. თეოლოგიური და ბიბლიების მიზეზების გარდა, მე ადამიანურადაც კი ვერ დავადასტურებ ამას. არა და თუ წახვალ იქ, ეს ნიშნავს, რომ მე მათ კავშირს ვადასტურებ, ხო? ასე რომ არა მხოლოდ ვერ დავადასტურებ, არა მგონია რომ ამის ატანა შემეძლოს მე, რომ იქ დავჯდე მე და ადამიანურადაც მე ეს ავიტანო. არა მგონია, რომ ასეთ რამეში ჯდომა და იმის შეგრძნება, რომ მე მხარს უჭერდი ამას, გადავრჩები. ან კიდე მე საჩუქრის მიცემა მასე, რაზეც იყო ლაპარაკი თვითონ ბიბლია ან რაღაცა უნდა აჩუქო. ანუ ისეთი რამის აღნიშნვის ხელშეწყობა, რაც ღვთის ჩანაფიქრს ეწინააღმდეგება. ვიტყოდი ძალიან, აი ამჟამად ეს უკვე ახალისებს დღევანდელ დღეს, რეკლამას უკეთებს თელ ამ კულტურას, ამ სულიერ კორუფციას. ასე რომ თქვენ არ შეგიძლიათ ამის ნაწილი იყოთ. კარგით? დიდი მადლობა და ჯონ მაკარტური მაინც აღზევს. ასე რომ სიამოვნებით ვამბობ მე ამას ვამბობ სიყვარულით. არ მესმის მე საერთოდ რატო უპასუხა ამ კითხვას. მე არ უპასუხებდი ამ კითხვას. თუ ვინმე ამ სიტუაციაში ჩამაგდებდა მე, ხო? ასეთ რაღაცას რადიოში მეტყოდა, ხო? მე ვეტყოდი. შემდეგი კითხვა. ანუ არ გავცემდი პასუხს, იგნორირებას გავუკეთებდი, ხო? ვინც არ უნდა იყოს წამყვანი. ვინც დაგისვათ კითხვას, წამყანი გეტყვით, რას ეტყოდით ამ ბებიას ტრანსგენდერის ქორწილში წასვლის შესახებ? მე მაშინ ვეტყოდი, გთხოვთ შემდეგი კითხვა. განსაკუთრებით მაშინ თუ მიდრეკილი ვიყავ იმისაკენ, რომ მეთქვა, რომ ეს შეიძლება ნორმალური იყოს. ანუ არ მექნებოდა ჩამოყალიბებული პასუხი. მაგრამ მე ამას არასოდეს ვიტყოდი. იმიტომ რომ ამის ფასი თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რა ფასი ხდი, როცა შენ ამას ამბობ რადიოში და ხალხი გისმენს. ან თუნდაც წინში დაწერა ამას.
და დაიწერა კიდევაც, ხო ეს მე გაზეთში თუ სადღაც განიხილეს ეს. ეპიკური ამის ფასი რისი გადახდაც მოგიწევს. როცა შენ ავტორიტეტული ამდენი წლის პასტორი, ვის ხალხს გისმენს და რადიოში ქადაგებების გამოდიხარ, ეს დამანგრეველი იქნება, ხო, ბევრისთვის და განბევრი ვერ გაიგებს ამას კარგად. და მართლაც ეპიკურია ის შედეგები, რაც ამას მოყვა. არა და მისი მსახურება ძალიან მშვენიერი, ერთგული და ახლახან მე მგონი გადაცდა 40 წლის სამწყსო მსახურებას ამ ეკლესიაში, სადაც ის არის. და იქ დიდი ზეიმიც იყო აღნიშნეს. ახლა კი მისი მსახურება აი ამ პასუხით განისაზღვრება და ისტორიას დარჩება ეს ზუსტად ამ პასუხით. რამაც გადაფარა ის კარგი რაც ქონდა მას. ხარ ვიცი რა როგორ ახერხებს ადამიანი ამის გაკეთებას. ეხლა თუ ვინმესთან გაქვს პირადად ვიღაცასთან ძალიან დიდი ურთიერთობა, ხო? ვისი გოლის მოგებასაც ან დაცვას ცდილობ. როგორ შეიძლება რომ ამ პასუხით შენ შეეცადო და ამ პასუხით ახსნა ეს? თუმცა ჩემი აზრით ეს მხოლოდ ვარაუდია, რომ იცოდეთ, ახლობელი იყო თუ არა, როდესაც კითხვა დაუსვა ამ ქალბატონმა. მადლობა მოსვენისათვის.